12 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სადღესასწაულო წირვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დაწყებამდე სიონის საპატრიარქო ტაძარში იერუსალიმიდან ჩამობრძანებული ღვთიური ცეცხლი მიაბრძანეს. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ლიტანიობის დაწყებამდე არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე გააცნო. სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, ყოვლად სამდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონო, ბერმონაზონო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო. ქრისტე აღდგა! დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო, ხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა. აღდგა უფალი, დაიმცხრა საკრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა. აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა. აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი. დღეს განეცხადა კაცობრიობას გონება მიუწვდომელი საიდუმლო, აღდგომა მაცხოვრისა, ლოცსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამე თუ ბრძანებს მოციქული პავლე, უკეთუ ქრისტე არა აღდგომილარს, ამაო არ სარწმუნოება ეგე თქვენი. დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყეობისაგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს. დიდია მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერი ვღაღადებთ. დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანა აღდექით, განთავისუფლდით ცოდვის ბორკილებისაგან, ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება. ჩვენ განვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან. ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლად მოწყალე უფალს, ღირსნი გამხვდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები წუხარება მოიცვა. დიდი მარხვის ჯვრისთაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი
და უნეტარესი ილია მეორე. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი, ხედავთ ქრისტეს ადგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმონის სიტყვები პატრიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა. რადგან ჩვენთვის ქრისტიანეთათვის გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასვეებისა და სიხარულის საფუძველი. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49 წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა, ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს თითოეულ ადამიანს. არ ყოფილა მსუბუქი კათალიკოს პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუწყოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა გამბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს. მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას. უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა ღვთისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს ყდრეთით აღდგომილ მაცხოვარს. ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ. მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება, სიყვარული. სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით. ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგან სამერთობისთვის. მადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა. სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო
და სახელმწიფოებრივი ცხოვრება. დაე მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება. მას განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი რამე თუ აღდგომისა დღე არს, განბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთად შევეტკბოთ და ესრეთ ღვთივბრწყინვალედ ღაღადყოთ. ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიხმადლა. ქრისტე აღდგა. თბილისი აღდგომა ქრისტესი 2026 წელი. სიონის საპატრიარქო ტაძარში ლიტანიობის წესი შესრულდა. მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. მღვდელმთავრებმა მრევლთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარს გარშემო ლოცვით, გალობითა და სიწმინდეების თანხლებით შემოუარეს. სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა მიტროპოლიტმა შიომ. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ევანგელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და დათრგუნა და განაქარვა ის. ხორციელი სიკვდილიც და ფიზიკურიც და სულიერი სიკვდილიც. და ყველაფერი განამზადა ჩვენი სულის ცხონებისთვის. და ერთი საზრუნავი დაგვიტოვა ჩვენ მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს არა სასჯელად და დასასჯელად, არამედ მარადიული ცხოვრებისთვის. ეს არის უკვე ჩვენი შრომის და გარჯის საქმე. უფალი ყველას მოუწოდებს, მან თავარი რამ გააკეთა, გაგვიხსნა, ბჭენი, სასუფევლისანი და მოგვიწოდებს ყველას და ამბობს, რომ ვისაც სურს ცხოვრებაში შესვლა, დაიცავით მცნებები. აი ეს არის მხოლოდ ჩვენი საზრუნავი, რომ დავიცვათ მცნებები, რომ ჩვენი აღდგომა მოხდეს ჩვენი სულების გადასარჩენად. ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ტაძარში შეკრებილები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ჩვენი ქვეყანა პირველად შეხვდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გარეშე. მრევლის წევრები დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებდნენ საქართველოს ეკლესიის მეთაურს. ხოთაშორის არსებობს განსხვავებული აზრი ამის შესახებ ქრისტიანულ სამყაროში, მაგალითად დასავლური სამყარო რატომღაც უფრო მეტი ესე იგი ზეიმურობით აღნიშნავს შობას დასავლური სამყარო, მაგრამ სინამდვილეში აღმოსავლური სამყარო აღდგომას აღნიშნავს უფრო მეტად, რა თქმა უნდა, მაგრამ სწორიც ასეა, აღდგომა არის მთავარი დღესასწაული საღვთისმეტყველო თვალსაზრისით და წმინდა ნინოს ცხოვრებაში არის ასეთი სიტყვები, რომ ეს დაძმა წმინდა ნინო და მისი ძმა ობლები იყვნენ და წავიდნენ იერუსალიმში კაბადოკიიდან და ესე წერია, რომ იმედად ყეს აღდგომა ქრისტეს იმედი ყოველთა ქრისტიანეთა. ანუ აი წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ მაცხოვარი აღდგა, ამის იმედად ესენი წავიდნენ იერუსალიმში და აი შემდეგ მათი ცხოვრება როგორ განვითარდა კი ვიცით უკვე. წმინდა ნინოს შობლებზე მაქვს ლაპარაკი. ქრისტე აღდგა, გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, მოგეხსენებათ, ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული, სიკვდილზე გამარჯვება
ბოროტებაზე გამარჯვება, სიბნელეზე გამარჯვება სინათლით და მართლაც ყველას უსურვებდი რომ რაღაც ღვთაებრივი ცეცხლი ჩვენს გულებში ანთებული იყოს ამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე და ეს მადლი და სიხარულის განცდა რომელიც დღეს ჩვენ უხვად გვაქვს იყოს მოუკლებელი და მარადიული მთელი ჩვენი ცხოვრების გზაზე. მოგეხსენებათ 30 წლის წინ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა ამ ტრადიციას სათავე საფუძველი, რის შემდგომაც ყოველწლიურად ხდება მადლმოსილი ცეცხლის იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანება და წელსაც მიუხედავად იმისა, რომ საომარი ვითარება იყო, ხელისუფლების დახმარებით, საელჩოს თანამშრომლების დახმარებით, მეუფეშიოს ლოცვა-კურთხევით, მცირე ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეუფე საბა, ჩავედით იერუსალიმში და ჩამოვიტანეთ მადლმოსილი ცეცხლი, რათა ეს სიხარული იყოს მოუკლებელად ყველასთვის. ქრისტე აღსდგა ყველას ულოცავ აი ამ დიდებულ დღესასწაულს. ქრისტეს აღდგომა ეს არის საფუძველთა საფუძველი თითოეული ქრისტიანის, მართლმადიდებელი ადამიანის და ყველა ადამიანის, რა თქმა უნდა, საფუძველი იმ რწმენის და საფუძველი იმ სიმართლის, რომ ადამიანის გარდაცვალება ეს არ არის გაქრობა და ეს არის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა ადამიანის. ბუნებრივია, რომ მაცხოვარმა თავისი აღდგომით კაცობრივი ბუნება გამოიხსნა და ადამიანს საშუალება მისცა ცხოვრების და გადარჩენის. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში გაანათა მაცხოვრის საფლავი წმინდა უნივთო ცეცხლმა, ამით აუწყა მთელს კაცობრიობას მაცხოვრის აღდგომა და დღემდე ეს ცეცხლი უცვლელად და უწყვეტად, რა თქმა უნდა, მოეფინება მთელს ქვეყანას მაცხოვრის აღდგომის საფლავიდან. აი ამ წელსაც კი, რა თქმა უნდა, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში გადმობრძანდა ცეცხლი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან გაგზავნილმა სასულიერო პირთა ჯგუფმა ჩამოაბრძანა საქართველოში და მობრძანდა ეს ცეცხლი სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში, სადაც მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. სამწუხარო არის ის ამბავი, რომ წელს სწორედ პირველი აღდგომა არის, რომ მისი უწმინდესობის გარეშე აღესრულება საზეიმო ღვთისმსახურება. ბრძანებდა მის ეპისტოლეში მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე შიო უწმინდესი პატრიარქის გარდაცვალების შესახებ, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა საზოგადოებას და ხალხს და ბუნებრივია იმედი გამოთქვა, რომ ყველა ადამიანი შეუერთდება ეკლესიას, რადგანაც ყველა ეკლესიის შვილი არის და უწმინდესი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერი შვილია ყველა საქართველოში მცხოვრები და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. ყველას გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს, ღმერთთან დაგლოცოთ, ქრისტე აღსდგა. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. ღმერთმა გააძლიერო საქართველო. მართალია წელს პირველად ხვდებით ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარეშე აღდგომას, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ზეციური საქართველოსთან ის დაგლოცავს თელ საქართველოს. გილოცავთ ყოველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. ძალიან სამწუხაროა, რომ პატრიარქი დღეს ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და ყველა დარწმუნებულია ამაში, რომ იგი ზეცს და ლოცულობს ჩვენზე. ქრისტე აღდგა. სრულიად საქართველოს ულოცავ ქრისტეს აღდგომას. ძალიან მძიმე მარხვა იყო ეს მარხვა, მართლაც არ ვიცი, პატრიარქის გარეშე მთელ ერთს ალბათ გაუჭირდა ამ აღდგომის შეხვედრა, მაგრამ იმედიც დიდია, რომ ჩვენი პატრიარქი ზეციდან გვმფარველობს და ბედნიერი ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის. მე ყველა გრძნობს ალბათ ამას, რომ ჩვენ მან ფიზიკურად დაგვტოვა და ჩვენს გვერდით არის. მთელ საქართველოს ულოცავ ემიგრანტებს, ყველას უფალმა ინებოს, რომ ამ აღდგომას სიყვარულით აივსოს ყველა ქართველის გული და პატრიარქს რომ გაუხარდება, აი ისე გავაგრძელოთ ცხოვრება მთელმა ერმა. მან ჩვენ დაგვიტოვა დიდი ანდერძი, რომ გიყვარდეთ ერთმანეთიო და შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ ვიყვარდეს ერთმანეთი და ერთმანეთის პატიება შევძლოთ.
ქრისტე აღსდგა ულოცავ სულიად საქართველოს და მართლმადიდებელი სამყაროს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშვიდობის, სიკეთის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს დღესასწაული სულიად საქართველოსთვის. სევდიანია იმიტომ, რომ პირველი აღდგომა ვხვდებით ჩვენი უწმინდესის გარეშე, პატრიარქის გარეშე, ილია მეორის გარეშე, მაგრამ ყველას გვწამს გვჯერა, რომ ზეციური საქართველოდან ილია მეორე ისევ აგრძელებს მის ერზე ზრუნვას და ჩვენც ქართველებს გაგვემართლებინოს პატრიარქის მოლოდინები, პატრიარქის სურვილები, ღმერთმა დალოცოს საქართველო და უფალმა დალოცოს ჩვენი პატრიარქის წმინდა სული. ულოცავ მთელ სულიად საქართველოს ამ დიდ დღესასწაულს. ეს დიდი დღესასწაული არის აღდგომა. აღდგომა სამწუხაროდ ჩვენი პატრიარქის გარეშე შეხვდით და ყველა ადამიანმა განიცადა ასე რომ გარდაიცვალა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ყველას ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. ილია მეორეს ულოცავს ზესაში ამ დიდ დღესასწაულს და მეუფეშიოს ულოცავ, ყველა მეუფეებს ულოცავ, მამაოებს ულოცავ, მთელს ეს ულოცავ. ქრისტე აღსდგა. აღსანიშნავია, რომ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.